შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. სამხედრო სასწავლებელში მე-4. მაისს საღამოს სახალხო სახლში თავს იყრის მენშევიკური მთავრობის მთელი შემადგენლობა, რომლის დაპატიმრება ადვილი მოსახერხებელია ჯარის საიმედო ნაწილების საშუალებით, სამხედრო კომიტეტის მოხსენებიდან. თბილისის სამხედრო სასწავლებელს თითქმის მთელი კვარტალი ეჭირა. სამსართულიანი შენობის მთავარი კორპუსი ფასადით პლეხანოვის პროსპექტზე გადიოდა. მარჯვნივ და მარცხნივ შენობას ქალაქის სახლების დახურული უფანჯრო კედლები ეყროდნენ. შიდა დიდ ეზოს კი აგურის მაღალი ღობე ერტყა და უკან მტკვარი ჩაუდიოდა. პლეხანოვის პროსპექტის მხრიდან ეზოში რკინის დიდი ჭიშკრით შეიძლებოდა შესვლა. რკინის ჭიშკარი ჰქონდა აგრეთვე ეზოს მარცხენა მხრიდანაც, რომელსაც დიდი მთავრის ქუჩა ებჯინებოდა. უკანა ჭიშკრიდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დიდ მთავრის ქუჩაზე პასტელის სახელობის ინსტიტუტის ერთსართულიანი შენობა იწყებოდა. ამ შენობის კუთხიდან პასტერის ქუჩა მტკვრის მაღალ ნაპირისაკენ მიდიოდა. აქედან კი ბორანისაკენ კიბე ეშვებოდა. სამხედრო სასწავლებლის შენობას ეზოს მხიზელი დარაჯები ედგნენ და უცხო კაცისათვის შიგ შესვლა ადვილი საქმე არ იყო. სამხედრო სასწავლებლის უფროსი, შავწვერა, გამხდარი და უშნო კაცი პოლკოვნიკი გიორგი ჩხეიძე გონიერი და მამაცი ოფიცერი იყო. მან მსოფლიო ომში თავი ისახელა და გიორგის ჯვარი მიიღო. იგი ომის დროს ფრონტზე გენერალ კვინიტაძის კორპუსის ერთ-ერთ დივიზიას მეთაურობდა. ამიტომ, როდესაც კვინიტაძე ქართული ჯარების სარდლის ოდიშელიძის მოადგილედ დაინიშნა, მან რევოლუციის მერმე უადგილოდ დარჩენილი და საქართველოში ჩამოსული თავისი ფრონტელი მეგობარი სამხედრო სასწავლებლის უფროსად მიიწვია. გენერალი კვინიტაძე და პოლკოვნიკი ჩხეიძეც სამხედრო სასწავლებლის შენობაში მეზობლად ცხოვრობდნენ. სამხედრო სასწავლებლის ოფიცრები მეფის რუსეთის არმიაში მსახურობდნენ და იუნკერებსაც იმ არმიის ტრადიციებზე ზრდიდნენ. დღედაღამ ამეცადინებდნენ და უბრალო დანაშაულისათვისაც კი სასტიკად სჯიდნენ. იუნკერებს დილის 6 საათზე აყენებდნენ. ალაგებისა და მოწყობისა და საუზმის მერმე ისინი კლასებში მეცადინეობდნენ. თეორიულ მეცადინეობას სამწყობრო მეცადინეობა, პრაქტიკული სროლა, შაშხანის, ტყვიამფრქვევისა და ზარბაზნის მატერიალური ნაწილის შესწავლა მოჰყვებოდა. ტაქტიკური სწავლისათვის ხშირად მინდორში გადიოდნენ. საარტილერიო განყოფილების იუნკერებს მეტი ჯაფა არ ადგათ, რადგან სხვებთან შედარებით ისინი მათემატიკურ საგნებს უფრო ცლად სწავლობდნენ. ბევრ დროს ართმევდა მათ ზარბაზნის მატერიალური ნაწილისა და ცხენის მოვლა. მთელი დღე შეუსვენებლივ მეცადინეობისა და შრომის გამო არაქად გამოცლილი იუნკერები საღამოს ვახშმისა და ამოკითხვის მერმე
თავიანთ საძინებელ ოთახებისაკენ ისწრაფოდნენ, საჩქაროდ იხდიდნენ ტანისამოს, წვებოდნენ და მკვდარივით იძინებდნენ. ბნელი ღამე იყო, სასწავლებელში სიჩუმე სუფევდა. მორიგე ოფიცრის მიერ ღამის დარაჯების შემოწმების მერმე სასწავლებლის წინ ორმა ოფიცერმა, მაიორმა და კაპიტანმა გაიარეს. ჭიშკართან ხმლითა და ნაგანით მდგარი გუშაგი, ახოვანი და ლამაზი იუნკერი ნოდარ ახვლედიანი გასწორდა. ოფიცრებს გაეჭიმა და ეფრეიტორივით ხმლით სალამი მისცა. ულვაშიანი მაღალი ქერაკაცი მაიორი შეჩერდა და გუშაგს კითხა: სარდლის მოადგილის ბინის შესასვლელი კარები რომელია? გუშაგმა იქვე პატარა კარებზე მიუთითა. მაიორი და კაპიტანი იმ კარებს მიადგნენ. მაიორმა ზარიზღილს თითი მიაჭირა. ცოტა ხნის მერმე ოფიცრები ისევ გუშაგთან მივიდნენ. მაიორმა კითხა: ზარი მოშლილია, გენერალთან შესვლა მგონი სამორიგო ოთახიდან შეიძლება. ვინ არის დღეს სასწავლებელში მორიგეთ? პორუჩიკი ჭყონია, მიუგო გუშაგმა. ჩვენი ჭყონია? გაიღიმა მაიორმა და მერმე შავგვრემან და ჯმუხ კაპიტანს უთხრა: მოდი მასთან შევიდეთ. მაშინვე მაიორთან სამი ნიშანაყრილი, სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი კაცი მივიდა. უცნობებმა რაღაც უთხრეს მას. მაიორი იუნკერს მიუბრუნდა. ესენი აქ დაგვიცდიან. არის, მიუგო გუშაგმა და სამი უცნობი კაცი უნდობლად შეათვალიერა. ერთს პატარა ჩემოდანი ეჭირა. მაიორი და კაპიტანი ჭიშკრის მახლობლად მოთავსებულ პატარა კარებში შევიდნენ. დერეფანი გაიარეს. მისაღებ ოთახისაკენ წავიდნენ და მის გვერდით სასწავლებელში მორიგ ოთახს მიადგნენ. მაიორმა კარი შეაღო. მორიგე პორუჩიკი ჭყონია მაგიდასთან იჯდა. მას ახლახან გაესინჯა ღამის დარაჯები და ახლა გაზეთს კითხულობდა, მაგრამ გვიან ღამით უცნობთა ვიზიტი გაუკვირდა. იგი წამოდგა, ოფიცრებს მიესალმა. მაიორი მივიდა და ხელი ჩამოართვა. მაგრამ ხელის ჩამორთმევა მაგარი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. უცებ კაპიტანმა მორიგეს შუბლზე ნაგანი მიუღირა. ჭყონია შეკრთა, გაფითრდა და ხელის განთავისუფლებას სცადა, მაგრამ მაიორი გოლიათი ძალის პატრონი აღმოჩნდა და შვიდად უთხრა: პორუჩიკო ჭყონია, წინააღმდეგობის გაწევას ნუ ეცდები, თავს წააგებთ, სხვა არაფერი. მაიორმა მარცხენა ხელით ბუდიდან ნაგანი ამოუღო ჭყონიას და ხმალიც ახსნა. დაჯექით. უბრძანა მან იარაღ აყრელ მორიგეს და მერმე კაპიტანს მიუბრუნდა. შემოიყვანე გუშაგი, უთხარი მორიგე გეძახის თქო. კაპიტანი წავიდა. კარები გააღო. ქუჩაში თავი გაჰყო და ჭიშკართან მდგარ გუშაგს გასძახა. იუნკერო, მოდი აქ, მორიგე ოფიცერი გეძახით. როგორ? მე ხომ საგუშაგოზე ვდგავარ. დაიბნა გუშაგი. არა უშავს, მოდით, გაუღიმა კაპიტანმა. გუშაგი დერეფანში შევიდა. უკან ის სამი კაცი გამოჰყვა. მყისვე კაპიტანი გადაუდგა და ოთხმა კაცმა ნაგანები მიაღერეს. იარაღი აღყარეს და სამორიგეოში შეიყვანეს. მაიორმა პორუჩიკ ჭყონიას გვერდით დაჯდომა უბრძანა გუშაგს და ორთავეს დინჯად და ჩუმად გამოუცხადა. ჩვენ სამხედრო რევოლუციური შტაბის სახელით მოქმედებთ. თბილისის გარნიზონის ჯარები ჩვენს მხარეზე გადმოვიდნენ. ჩვენ ნაბრძანები გვაქვს სამხედრო სასწავლებლის დაკავება. წინააღმდეგობა უაზრო სისხლისღვრას გამოიწვევს. სასწავლებელი ალყა შემორტყმულია. თავრობა დაპატიმრებულია. მაიორმა ჭყონიას უბრძანა. მოიტათ სამორიგეო ოთახის გასაღები. თავზარ დაცემულმა ჭყონიამ მაგიდის ყუთი გამოსწია და გასაღები კაპიტანს გადასცა.
ახლა მაიორმა ერთ-ერთ თავის კაცს უბრძანა, წადი, უთხარი ჩვენებს შეიძლება დაიწყონ. დაბალი კაცი მაშინვე ქუჩაში გავარდა. მერმე მაიორმა ჭყონიას და იუნკერს მიმართა. სიფრთხილისათვის იძულებული ვარ ხელები გაგითოკოთ. მაიორის ერთმა თანამგზავრმა პატარა ჩემოდანი გახსნა და თოკი ამოიღო. მაიორმა და კაპიტანმა მორიგე ოფიცერს და გუშაკს ხელები გაუთოკეს. განიარაღებულთა ნაგანები წაიღეს და წავიდნენ. ნიშნე ბაყრილი, სამხედრო ტანისამოში გამოწყობილი ორი კაცი სამორიგეოში დარჩა. ერთმა ოთახის შიგნიდან ჩაკეტა. გასაღები ჯიბეში ჩაიდო და პატიმრები გააფრთხილა. წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედოთ. პორუჩიკი მოსე ჭყონია გულშემოყრილი იჯდა მაგიდასთან და თავზარ დაცემულ და გაოგნებულ გუშაკს იუნკერ ნოდარ ახვლედიანს ჩურჩულით ეუბნებოდა, ეს რა ჩაიდინე, დავიღუპეთ. ქუჩაში გამულევს თუნდაც ოფიცერს, გენერალი იყოს იგი, განა გუშაკი საუბარს გაუმართავს, ან ახლოს მიუშვებს და სადარაჯოდან მოიხსნება. უცნობი პირები სასწავლებელში რაც შემოუშვი, საბუთები რად არ გაუსინჯე, იცი თუ არა რა ჩაიდინე შენ, თავი დაიღუპე და მეც დამღუპე. ვიცი ბატონო პორუჩიკო, დასახრეტი საქმე ჩავიდინე, წავხდი და თქვენს წაგახდინეთ. ამოიგმინა ახვლედიანმა, როგორ გამაცურეს, როგორ მოვტყუდი. პატიმრები დატუქსეს და ლაპარაკი აუკრძალეს. ირგვლივ გულის დამაღონებელი სიჩუმე იდგა. თბილისის ბოლშევიკები დიდი ხანია რაც შეიარაღებულ აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. 3 მაისს ღამით ყველა კომუნისტი და კომკავშირელი საბრძოლველად გამზადებული იყო და წინასწარ მითითებულ ქალაქის რაიონებში იდგა. აჯანყების ხელმძღვანელობისათვის გამოიყო სამხედრო რევოლუციური შტაბი სერგო ქავთარაძის მეთაურობით. რატომ მაინც და მაინც 3 მაისი აირჩიეს აჯანყების მოსაწყობად? სამხარეო კომიტეტს მიღებული ჰქონდა ცნობა, რომ 3 მაისს საღამოს სახალხო სახლში ტარდებოდა მენშევიკების პარტიის ცენტრალური კომიტეტის თათბირი, რომელზედაც საბჭოთა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი იდგა. თათბირს მთავრობის მთელი შემადგენლობა უნდა დასწრებოდა. სამხედრო რევოლუციურმა შტაბმა ამოცანა დაისახა. თბილისის გარნიზონის ნაწილების დახმარებით ალყა შემოერტყა სახალხო სახლისათვის და მთავრობა დაეპატიმრებია. ამ მიზნით გამოყოფილი იყვნენ მეხუთე ქვეითი ლეგიონისა და საყარაულო ბატალიონის ჯარისკაცები. ოპერაციის ჩატარება ვანო მახათაძეს დაეკისრა. მეხუთე ქვეითი ლეგიონის ასეული სახალხო სახლის უკან მეორე ვაჟთა გიმნაზიის ეზოში ფარულად შევიდა და იქ დაბანაკდა. ხოლო საყარაულო ბატალიონის ასეული ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების შენობის უკან გაშენებულ ბაღში ვერის ხიდთან. ბოლშევიკურად განწყობილი ყოფილი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისაგან შემდგარი ერთი რაზმი ალექსანდრე მახათაძის მეთაურობით პასტერის სახელობის ინსტიტუტის შენობაში და მის მახლობლად მტკვრის პირას განლაგდა. მუშათა შეიარაღებულ რაზმებს ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებანი უნდა დაეკავებინათ და საბჭოთა ხელისუფლება გამოეცხადებინათ. ყველაფერი მზად იყო, აჯანყების ნიშანს ელოდნენ. საარტილერიო ბრიგადის მოედანზე ზარბაზნის გასროლას, მაგრამ დანიშნულ დროზე ზარბაზნის გასროლა აგვიანებდა. საგანგებო რაზმის აგენტები შეშფოთდნენ. მეორე ვაჟთა გიმნაზიის ეზოში და ვერის ხიდთან ბაღში ჯარების დაბანაკების მიზეზის გამოძიება დაიწყეს.
ასეულების მეთაურებმა კედიას უპასუხეს: სახალხო სახლის სადარაჯოდ მოვედითო. კედიამ ტელეფონით თბილისის გარნიზონის უფროსი გენერალი კვინიტაძე გამოიძახა. გარნიზონის უფროსმა განუცხადა, ასეთი განკარგულება არ გამიციაო და უფროსებს უბრძანა თავიანთი ნაწილები ყაზარმაში წაეყვანათ. სამხედრო სასწავლებლისათვის ალყაშემოსარტყმელად მოსული რაზმების შესახებ კი არავინ არაფერი არ იცოდა. ცნობამ ახალი აჯანყების დაწყებაზე მთავრობის წევრთა შორის შიშიანობა გამოიწვია. ატყდა ერთი განგაში. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის ვალიკო ჯუღელის განკარგულებით სახალხო სახლის წინ და მის მახლობლად მდებარე ქუჩებში ჯავშნიანი მანქანები ჩადგნენ და გვარდიის ჯარის ნაწილიც მოვიდა. ამრიგად კარგად მომზადებული და ხელსაყრელ პირობებში ადვილად შესასრულებელი აჯანყების გეგმა ვერ განხორციელდა და მენშევიკური მთავრობა დაპატიმრებას გადარჩა. მაგრამ მამაცმა, ავანტიურისტმა და უშიშარმა ბოლშევიკმა, მაიორმა ნიკო გოცირიძემ, კაპიტანმა ზაუტაშვილმა და სხვებმა ალექსანდრე მახარაძის მითითებით სახალხო სახლის დასაცავად ჯავშნიანი მანქანებისა და გვარდიელების მისვლაზე 1 საათით ადრე მოახდინეს სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმა. ნიკო გოცირიძის მიერ გაგზავნილმა კაცმა ალექსანდრე მახარაძესთან მიირბინა და შეატყობინა, შეიძლება დავიწყოთ. ალექსანდრე მახარაძეს თბილისის სამხედრო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და მის ეზო გარემო შენობებს და შენობებში ოთახების განლაგებას კარგად იცნობდა. მან სამხედრო სასწავლებელი 1915 წელს დაამთავრა და ფრონტზე იმავე წელს გაემგზავრა. ოქტომბრის რევოლუციის მერმე სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში 1918 წლის აჯანყების დამარცხების მერმე პარტიზანულ რაზმთან ერთად ჩრდილო კავკასიაში გადავიდა. იქ დენიკინისა და ბიჩერახოვის ბანდებთან ბრძოლაში სახელი გაითქვეს. იგი შეგნებული მამაცი და სასტიკი ბოლშევიკი იყო. ამ ფიცხს და მამაც მებრძოლს მეგობრები მაჭახელას ეძახდნენ. იგი შავგრემანი, მეტად ლამაზი, პატარა, მაგრამ კოხტატანის კაცი იყო. იმჟამად 26 წლისა თუ იქნებოდა. სამხედრო სასწავლებლის ეზოში მტკვარზე გადამდგარი ერთი შენობის კორპუსში უნტერ ოფიცერთა 1000-ეული იყო მოთავსებული. ამ 1000-ეული ჯარისკაცები შაქრო ვერელი და ვანო ბურდული ვანო მახათაძესთან, ნიკო გოცირიძესთან და მიტო ჩიკვაიძესთან თედო მეტონიძემ დააკავშირა. ალექსანდრე მახარაძემ რაზმელები დიდი მთავრის ქუჩაში დააყენა, თვითონ ჭიშკართან მდგარ გუშაკთან მივიდა და პაროლი უთხრა: შანდალი, ავანთოთ, მიუგო გუშაგმა ვანო ბურდულმა. როდესაც ნიკო გოცირიძე სამხედრო სასწავლებლის მორიგე ოფიცერს ჭყონიას და პლეხანოვის პროსპექტზე ალაყაფის კარებთან მდგარ გუშაკ ახვლედიანს აპატიმრებდა, შაქრო ვერელი, თედო მეტონიძე და მათი ბიჭები სასწავლებლის ეზოში მუშაობდნენ. ეზოში დაყენებულ დარაჯებს ხსნიდნენ. ისინი სასწავლებლის გუშაკთა ოთახში შეიჭრნენ და როგორც გუშაგები, აგრეთვე მათი უფროსი გამრიგებელი დააპატიმრეს და ყველგან თავისი კაცები დააყენეს. მათ შორის დიდი მთავრის ქუჩიდან ეზოში შესასვლელ ჭიშკართანაც. ის გუშაგი სწორედ ვანო ბურდული იყო. ვანო ბურდულმა სათითაოდ შეუშვა ალექსანდრე მახარაძის რაზმელები ეზოში. ჯარისკაცის ტანისამოში გადაცმული ნაწილი რაზმელებისა განიბნა და საწყობის, ქსენონისა და თავლის კედლის გასწვრივ ჩაესაფრა. ოფიცრის ტანისამოში გამოწყობილი 16 კაცი კი მახარაძემ
4 ჯგუფად დახო და სასწავლებლისაკენ წაიყვანა. თვითონ მას 3 ოფიცერი, ლადო ზარდიაშვილი, დათა თოთიბაძე და რუბენ კაკალოვი ახლდა. ოფიცრები ჩუმად ავიდნენ კიბეზე. სასწავლებლის დერეფანში შეჩერდნენ და მერმე პირველ, მეორე, მესამე ასეულის და საარტილერიო განყოფილების იუნკერების საძინებელ ოთახებისაკენ გაეშურნენ. მახარაძე თავისი ჯგუფით მეორე სართულზე ავიდა. ელექტრონის მბჟუტავი ლამპით ოდნავ განათებული გრძელი დერეფნის ბოლოს ფანჯარასთან პატარა მაგიდა იდგა. მაგიდასთან მორიგე იჯდა. წინ პირველი ასეულის პირადი შემადგენლობის სია, ჟურნალი და სახელმძღვანელოები ედო. წიგნი გაეშალა და ტიპოგრაფიას და ფორტიფიკაციას ამზადებდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. ყველას ეძინა. მხოლოდ საძინებელი დიდი ოთახის ღია კარებიდან ხრინვა და მძინარეთა გაურკვეველი ლაპარაკი მოისმოდა. მახარაძემ კაკალოვი კიბისა და დერეფნის სადარაჯოდ დატოვა და 2 ოფიცერის თანხლებით მორიგესთან მივიდა. მორიგემ 3 ოფიცერი რომ დაინახა, წამოდგა და მხედრული სალამი მისცა მათ. რა გვარი ხარ? ნაკაშიძე. გურული ხარ ბიჭო? კითხა მახარაძემ. დიახ, მიუგო მორიგემ და ცოტა ხნის დაყოვნების მერმე დასძინა. მე თქვენ გიცნობთ. საიდან? კითხა მახარაძემ და მაინც და მაინც არ მოეწონა ეს გარემოება. ოზურგეთიდან, მიუგო იუნკერმა. ჰო, გააბა ჩუმად მახარაძემ და ღიმილით უთხრა. მეც ამ სასწავლებელში ვსწავლობდი. მე ჩვენსავით მორიგეობდი აქ ოდესღაც. წელზე ნაგანი მეკიდა შენსავით და თავი ნამდვილი გმირი მეგონა. მახარაძემ ისევ გაუღიმა გუშაგს და ჰკითხა. რომელი წლის გამოშვებაა შენი ნაგანი? კაპიტანის გულისხმიერებით და თავაზიანობით მოჯადოებული იუნკერი დაიბნა და მიუგო. კარგად არ მახსოვს ბატონო კაპიტანო, გონი 170,894 1906 წელი. არ აქ ცხენია ბიჭო? შენი იარაღის გამოშვების წელი და მისი ნომერი რომ არიცი? აბა გასინჯე. მორიგემ ბუდიდან ამოიღო ნაგანი და მისი თვალიერება დაიწყო. მახარაძემ გამოართვა, მაგრამ არ დაუბრუნა და უთხრა. წავიდეთ საძინებელ ოთახში. იუნკერი შეცფუნდა კაპიტანმა იარაღი რომ არ დაუბრუნა, მაგრამ მაინც მორჩილად გაჰყვა უკან. როცა მახარაძემ მორიგეს იარაღი ჩამოართვა, ზარდიაშვილი და თოთიბაძე საძინებელ ოთახში შევიდნენ და წინ კედლის გასწვრივ ხარაჩოზე ჯოჯგინად დადგმულ შაშხანებთან გაჩერდნენ. ფართო ოთახში რკინის საწყოზე იუნკერებს ეძინათ. სასტუმალთან პატარა თეთრი კარადები და ტაბურეტები ედგათ. ჭაბუკების გადახოტრილი თავები ისე ეყარა ბალიშებზე, როგორც გოგრები ბაღჩაში. ოთახში სანიტარიული სისუფთავე სუფევდა. წინა კედლის გასწვრივ ხარაჩოში ჯოჯგინად ჩადგმულ, ჩამწკრივებულ და კარგად მოვლილ გაკრიალებულ შაშხანებსა და საწოლებს შორის მანძილი 10 ნაბიჯი იქნებოდა. მახარაძის, ზარდიაშვილისა და თოთიბაძის ამოცანა იმაშივე მდგომარეობდა, რომ გამოღვიძებულ იუნკრებს ეს მანძილი არ გადმოელახათ და შაშხანები ხელთ არ ეგდოთ. მახარაძე და მისი ამხანაგები სიკვდილს ეთამაშებოდნენ. მორიგე იუნკერმა ნაგანებიანი ოფიცრები შაშხანებთან რომ დაინახა, გაშტერდა. მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე და ყვირილი დააპირა. მახარაძემ უთხრა, ჩუმად, მიდი კედელთან და ხმა არ ამოიღო, თორემ გაგათავებ. ოთახში 40 საწოლი იდგა.
ორი მწკრივი მარჯვნივ და ორიც მარცხნივ. შვაში გამოსასვლელი იყო. მორიგე მის გასასვლელი ჩუმად გაიარა და ოთახის უკანა კედელთან განწირული სახით დადგა. ჯერ არც ერთ კაცს არ გაღვიძებოდა, მაგრამ მალე წინა საწოლზე ერთმა ქერამ წითურმა იუნკერმა ბორგვა დაიწყო. ყელში ხროტინმა მოუსწრო. თითქოს უჟმურიან სიზმარს ხედავდა, მკერდზე მაჯლაჯუნა აწვებოდა და აღრჩობდა. ამოიგმინა და მერმე თოფნაკრავივით წამოიჭრა საწოლზე. შაშხანებთან ამოღებული ნაგანებით ოფიცრები დაინახა და გიჟივით მიაშტერდა მათ. ვერ გაიგო ვინ იყვნენ ისინი, სად იყო თვითონ და რა ხდებოდა მის ირგვლივ. თვალები თუმცა გახელილი ჰქონდა, სიზმარი თითქოს გრძელდებოდა. მერმე გონს მოვიდა, საწოლზე დაჯდა, ნელა დაუშვა შიშველი ფეხები იატაკზე და ოფიცრებს ჰკითხა: ვინ ბრძანდებით? რა ამბავია? შვიდობა, მიუგო მახარაძემ. ოთარ, ვახტანგ! გასძახა მწითურმა იუნკერმა მძინარე ამხანაგებს. ჩუმად! გააფრთხილა მახარაძემ და ნაგანით დაემუქრა. უმალ წამოხვეს თავი იუნკერებმა, ზოგმა ჩაცმა დაიწყო, ზოგმა ოფიცრებისაკენ წამოსვლა დააპირა. შეზდეკ! შეზძახა მახარაძემ, ნაბიჯი არ გადმოდგათ, აი იმ კედელთან დადექით ყველა. მახარაძემ, ზარდიაშვილმა და თოთიბაძემ საცვლების ამარა წამოჭრილ იუნკერებს ნაგანები დააღერეს. იუნკერები უკანა კედელთან მივიდნენ და იქ შეკუჩდნენ. მახარაძემ დერეფანში გაიხედა და კაკალოს ხელი დაუქნია. უმალვე მოირბინა კარებთან მდგარმა კაკალოვმა. მახარაძემ უთხრა: უთხარი ბიჭებს მოვიდნენ და შაშხანები ჩაიბარონ. კაკალოვი დერეფანში გავიდა. იმავე წესით უნდა ჩაეკეტათ მახარაძის სხვა რაზმელებს საძინებელ ოთახებში მეორე, მესამე საარტილერიო ასეულის იუნკერები და ჩამოერთვათ მათთვის იარაღი. როდესაც მეორე ჯგუფის რაზმელები პორუჩიკი ზაუტაშვილი, აროშიძე და ბეგიშვილი საარტილერიო ასეულის იუნკერების საძინებელ ოთახში შევიდნენ, მორიგე განაიარაღეს, შაშხანებს დაეპატრონენ და საცვლების ამარა წამოჭრილი იუნკერები უკანა კედელთან მირეკეს. სანდრო ხოტივარმა ჯავახეთში ასპინძის ბრძოლის მონაწილე ქვეითი ჯარისკაცის ოფიცერი პორუჩიკი ზაუტაშვილი იცნო და ლადო მეტრეველს ჩასჩურჩულა. ვერ იცანი? ასპინძაში ჩვენი ბატარეის მფარველი რაზმის უფროსი პორუჩიკი ზაუტაშვილი. მეტრეველმა იცნო იგი, ვერ მოითმინა და შეზძახა: ბატონო პორუჩიკო! ბატონო პორუჩიკო! მე თქვენ ასპინძის ბრძოლაში მენახვებით, ვერ ამცნობთ? ჩვენ ხომ იქ დავმეგობრდით. ზაუტაშვილმა კედელთან საცვლების ამარა მდგარ შავტუხა და თავ გადახოტრილ მეტრეველს შეხედა, იცნო და მიუგო: გიცანი, მაგრამ ახლა გაჩუმდი. მეტრეველი აენთო: რად უნდა გავჩუმდე? რაშია საქმე? იუნკერებმა მხარი აუბეს ლადო მეტრეველს. ყველა მერდბაშად იწყო ყაყანი, ზოგნი წინ იწევდნენ. უკან! უყვირა მათ ზაუტაშვილის ამხანაგმა, დაბალმა, ცხენოსანივით ფეხებ მოღუნულმა ოფიცერმა, ლადო ქილარჯიშვილმა და ნაგანი მიაღერა. ნაგანი დააყენე, გადი აქედან! შეზძახეს მას იუნკერებმა, ერთმა მათგანმა, ზურაბ მაჩაბელმა, ტაბურეთს მოავლო ხელი, მთელი ძალით მოიქნია და ქილარჯიშვილს ესროლა. ქილარჯიშვილმა ხელი ასწია, ტაბურეთს შეაშველა და თავი დაიფარა, მაგრამ ჩახმახზე შეყენებულ ნაგანის სასხლეთს უცაბედად თითი გამოჰკრა. გასროლა ზარბაზნის გასროლის ხმად შემოესმა,
ალექსანდრე მახარაძეს სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე შვაღამით გამეფებულ სიჩუმეში და ავად ენიშნა იგი. თავის ცოლთან და ცოლის ძმასთან სასადილო ოთახში ვახშმად მჯდარი სამხედრო სასწავლებლის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ჩხეიძე შეკრთა. სასწავლებლის სარდაფში დამალული უნტერ-ოფიცერი ვარლამ იოსავა ოთახში შევიდა და ჩხეიძეს აღელვებით მოახსენა. ბატონო პოლკოვნიკო, სასწავლებელს თავს დაესხნენ ბოლშევიკები. როგორ? სად იყო მორიგე ოფიცერი? სად იყვნენ გუშაგები? სად იყავით თქვენ? უყვირა ოსიავას განრისხებულმა პოლკოვნიკმა და წამოიჭრა. კიდევ გავარდა ნაგანი სასწავლებლის შენობაში. პოლკოვნიკი ჩხეიძე კაბინეტში შევიდა. კედლიდან იაპონური მოკლე კარაბინა ჩამოხსნა და ჯიბეში ვაზნები ჩაილაგა. მისმა ცოლმა, ლამაზმა, მაღალმა და ქერაპოლონელმა ქალმა აღელვებით შესძახა. სად მიდიხარ, გიორგი? არ წახვიდე, გევედრები. იხუჩე, გაუჯავრდა შავწვერა გამხდარი კაცი. მაშინვე გენერალი კვინიტაძის ბინიდან ბავშვის ტირილი შემოესმა. გენერალი შინარიყო. აიღეთ ის შაშხანები და მიდით. სარდლის ბინა დაიცავით. უბრძანა პოლკოვნიკმა უნტერ-ოფიცერ იოსავას და ნაცრისფერ კოსტუმში გამოწყობილ თავის ცოლის ძმას, ყოფილ ოფიცერს ახოვან, გაპარსულ და ქერაკაცს. ჩხეიძე გვერდით ოთახში გავიდა და ნელა ფრთხილად გააღო კარები. მისი ბინა სასწავლებლის კორპუსს ეკვროდა და მის გაგრძელებას წარმოადგენდა. გვერდის ოთახის კარები პირდაპირ სასწავლებლის ერთ-ერთ სარდაფში გადიოდა. პოლკოვნიკმა იმ დერეფანს გახედა. არავინ ჩანდა. მაშინ მან თავის მოკლე კარაბინს კონდახში ჩასჭიდა ხელი და ლულა დაბლა დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკი დაბალი კაცი იყო, კარაბინი იატაკს მაინც არ სწდებოდა. თოფი მოკლე იყო. ჩხეიძემ ზურგს უკან დამალა იგი და დერეფანს ფეხაკრეფით კედელ გაჰყვა. მაშინვე საარტილერიო ასეულის იუნკერების საძინებელ ოთახიდან ქოთქოთი და ყვირილი შემოესმა. ჩხეიძე კედელს გაეკრა. როდესაც ქილარჯიშვილმა მეტრეველის მიერ გამოსროლილ ტაბურეტს ხელი შეაშველა და ჩახმახზე შეყენებული ნაგანი უნებლიეთ გაისროლა, იუნკერებმა მომხდურთა არევდარევით ისარგებლეს, ტაბურეტებს, ჯაგრისებს, ჩექმებს, ყველაფერს, რასაც კი მისწვდნენ, ხელი მოავლეს და ზაუტაშვილს, ქილარჯიშვილს და ბეგიშვილს დაუშინეს. ქილარჯიშვილმა ნაგანი შესაშინებლად ჰაერში გაისროლა, მაგრამ იუნკერები ვერ შეაჩერა და ისინი ოფიცრებისაკენ გაეშურნენ. ბეგიშვილმა პირდაპირ იუნკერებს ესროლა ახლა და ზურაბ მაჩაბელი დასჭრა. მაჩაბელმა გვერდზე იტაცა ხელი და საწოლთან ჩაიკეცა. მაშინ იუნკერები აღშფოთდნენ. ბალიშები, ლეიბები, საწოლებიც კი აიღეს. მომხდურთ ესროლეს და ყველანი ერთად ეკვეთნენ ოფიცრებს. ქილარჯიშვილი დერეფანში გავარდა. მას ბეგიშვილი და ზაუტაშვილიც მიყვნენ, მაგრამ კიბემდე მირბენა ვერ მოასწრეს. დერეფანში კედელს გაკრული ჩხეიძე შენიშნეს. ხელები მაღლა, უბრძანა ქილარჯიშვილმა. ჩხეიძემ ხელები მაღლა ასწია. ჭერისაკენ ლულა მიშვერილი კარაბინა კონდახით ხელში ეჭირა. თოფი დააგდე, უყვირა ქილარჯიშვილმა. ჩხეიძემ მარჯვენა ხელის მტევანი ერთბაშად მოსწყვიტა. კარაბინი მოიმარჯვა და მაშინვე მუცელში დაახალა ტყვია ქილარჯიშვილს. იგი კიბის ჩასასვლელთან დაეცა. დერეფანში მარბენალმა ბეგიშვილმა ჩხეიძეს ნაგანი ესროლა, მაგრამ ააცდინა. მოცდის დრო აღარ იყო. ჩხეიძემ გაისროლა, ბეგიშვილი მკლავში დაჭრა და ნაგანი დააგდებინა.
იუნკერები გაქცეულ ოფიცრებს დაედევნენ. ისინი შაშხანებით ხელში საცვლების ამარა კიბეზე დაეშნენ, ეზოში გაიფანტნენ, მიწაზე დაწვნენ და უწესრიგო სროლა ატეხეს. ღმერთმა უწყის ვინ საითისროდა ამ ბნელ ღამეში. მახარაძე და მისი რაზმელები სროლით იხევდნენ უკან. თბილისის გარნიზონის უფროსმა ცნობა მიიღო განზრახული აჯანყებისა და სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმის შესახებ და სამხედრო ნაწილებს ქალაქში გასვლა უბრძანა. ახლა მთელ ქალაქში ატყდა სროლა. სამხედრო სასწავლებლის რაიონში, დიდუბეში, ვაკეში, საბურთალოში,ავლაბარში, ქალაქის შუაგულში, გარეუბნებში. ისე იფიქრებდით, ქუჩებში იბრძვიანო. ხოშკაკალივით სცვიოდნენ სახლების რკინის სახურავებზე ტყვიები, სტვენით, ზუზუნით, წივილით მიფრინავდნენ ისინი ჰაერში. დათა მიქელაძე, ელენე, ყოფილი მაიორი საროკინი და მისი მეუღლე, გიმნაზიის მასწავლებელი ქელბაქიანი, მისი ცოლშვილი, ზარეული ქალი კატია, ყველანი იატაკზე იწვნენ, შიშისაგან კანკალებდნენ. მხოლოდ კატიას ქმარი მოხუცი მეეზოვე გაბრიელ დოლენკო დადიოდა ეზოში და ტყვიების ზუზუნში თავის მეგობარ ძაღლს ესაუბრებოდა. გესმის როგორ სტვენენ ტყვიები? ეკითხებოდა მოხუცი. აი ისევ ნამდვილად გაგიშდნენ. საკვირველია როგორ არ მოსწყინდა ხალხს ომი, სისხლის ღვრა და ერთმანეთის ხოცვა ჟლეტა. რას კმუტულე? ჩვენ კი არავის ვახსოვართ, ჩემო მურია. წამო, ჭიშკარი დავკეტოთ. კორნელი აღარ მოვა. ციხეში ზის საცოდავ. ღმერთმა უშველოს. უზღუნებდა ყველასაგან მიტოვებული ბერიკაცი. სამხედრო სკოლაზე თავდასხმის ამბავი ელვისის სწრაფით მოედო ქალაქს. მეორე დღეს დილით სამხედრო სასწავლებელში ჟორდანია, რამიშვილი, გეგეჭკორი და გიორგაძე მივიდნენ. მათ გენერლები ოდიშელიძე, კვინიტაძე და სამხედრო სასწავლებლის უფროსი პოლკოვნიკი ჩხეიძე მიეგებნენ. პრეზიდენტმა ნოე ჟორდანიამ და მინისტრებმა გუშინდელი შეტაკების ადგილი, სასწავლებლის ეზო, მახლობელი ქუჩები და ტყრის ნაპირი დაათვალიერეს. მერმე სასწავლებლის ქსენონში გაეშურნენ, სადაც შეტაკების დროს დაღუპული იუნკერის, ზურაბ მაჩაბლის ცხედარი იყო დასვენებული. ახოვანი, ეშხიანი, შავგვრემანი ჭაბუკი საყინულე ყუთში მოეთავსებინათ. გაფითრებული მოხუცი ნოე ჟორდანია ჭაბუკს დაშტერებოდა და მალიმალ ამოძრავებდა მაღლა აჩეჩილ მხრებს. ქსენონის სარკმელზე მოზღვავებული იუნკერები შენიშნა. ისინი ხან თავისი მეგობრის, ზურაბ მაჩაბლის გვამს უცქერდნენ და ხან კიდევ პრეზიდენტს. ჟორდანიამ გლოვისაგან დადუმებულ იუნკერების აღგზნებულ და მრისხანე სახეებს შეხედა და მაშინვე მიხვდა მისი ხელისუფლების ყველაზე უიმედო საყრდენ ძალას ისინი რომ წარმოადგენდნენ. იგი ნაწყენი და სასოწარკვეთილი იყო იმ გარემოებით, რომ სახალხო გვარდიამ არ გაამართლა მისი იმედები. ზოგიერთნი უკვე აღარ იცდიდნენ გვარდიაში და იქ ბოლშევიკური გავლენა დღითი დღე უფრო იკიდებდა ფეხს. რეგულარული ჯარი, რომელიც უმთავრესად გლეხებისაგან შედგებოდა, სრულიად არასაიმედო იყო. სწორედ რეგულარული ჯარის ორმა ასეულმა 3 მაისს ღამით ჟორდანია და მისი მინისტრები სახალხო სახლში კინაღამარ დააპატიმრა. იუნკერები კი ყველაზე ერთგულნი აღმოჩნდნენ. ჟორდანიას ახარებდა ეს გარემოება და მადამი მადლობის გრძნობა ებადებოდა. იგი ერთბაშად შებრუნდა და
პოლკოვნიკ ჩხეიძეს უთხრა: შეკრიბეთ მოედანზე იუნკერები, მინდა ვესაუბრო. პოლკოვნიკმა ბრძანა სასწავლებლის პირადი შემადგენლობა და უნტერ-ოფიცერთა ასეულის ჯარისკაცები ეზოში დაეყენებინათ. ქვედა ნაყოფები 4 კუთხედად დადგნენ. მთავრობის წევრები და გენერლები შუა ალაგას შეგროვდნენ. პოლკოვნიკი მხეიძე კი მარჯვენა ფლანგზე წყობრის წინ დადგა. იუნკერებო და უნტერ-ოფიცრებო, დაიწყო ჟორდანიამ. იგი აღელვებული იყო და ყოველ სიტყვაზე ენაებმოდა. უპირველეს ყოვლისა მადლობას უცხადებ მამაც ოფიცერს, თქვენი სასწავლებლის უფროს პოლკოვნიკ ჩხეიძეს, რომელიც მოულოდნელი თავდასხმის დროს არ დაიბნა, მარტო შეებრძოლა მომხდურთ და მოჰკლა ერთი ბოლშევიკი ყაჩაღთაგანი, მეორე კი დასჭრა. მადლობას გიცხადებთ თქვენ, ვინც შეებრძოლეთ ყაჩაღებს, გააქციეთ ისინი საძინებელი ოთახებიდან და მერმე იარაღით ხელში მისდიეთ მათ. სირცხვილი მხდლებს, მორიგე ოფიცერს, გუშაკთა გამრიგებელს, დარაჯებს, რომლებიც დანებდნენ მომხდურთ, მათ იარაღი ჩააბარეს და თავი არ შეაკლეს ყაჩაღებს. ყველა ისინი დაპატიმრებული და პასუხისგებაში იქნებიან მიცემულნი. მადლობას გიცხადებთ თქვენ რესპუბლიკის წინაშე ერთგულებისათვის. ჩვენ ფიცავდებთ ბოლშევიკ ყაჩაღებთან ბრძოლაში დაღუპული მამაცი ვაჟკაცის ზურაბ მაჩაბლის ცხედრის წინაშე, რომ ამიერიდან არ დავინდობთ რესპუბლიკის მტრებს. კიდევ დიდხანს ილაპარაკა ჟორდანიამ და რაც მას ბოლშევიკების მისამართით გინება, წყევლა და კრულვა უთქმელი დარჩა, შინაგან საქმეთა მინისტრმა რამიშვილმა შეავსო. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სასწავლებელზე თავდასხმა ყოფილმა ქართველმა მხედრებმა, ქართველმა მუშებმა მოაწყვეს, რამიშვილმა ისინი სომხებად, ოსებად და ებრაელებად გამოაცხადა. ქილარჯიშვილი ქილარჯიანცად მონათლა, ბეგიშვილი ბეგიზოვად და ასე შემდეგ. 5 მაისს მენშევიკების გაზეთ ერთობაში სამხედრო სასწავლებელზე თავდამსხმელთა ვინმე ერგმიანცის, მუჟგენიანცისა და ბრძიანცის მიმართ სამხედრო სასამართლომ განაჩენი, სიკვდილი დასჯა და მისი სისრულეში მოყვანა გამოაქვეყნა. ნამდვილად არავითარი ერგმიანცი, მუშეგიანცი და ბრძიანცი სამხედრო სასამართლოს, რომლის თავმჯდომარე ესტატე მაყაშვილი იყო, არ გაუსამართლებია. ისინი სინამდვილეში არ არსებობდნენ. მენშევიკებს ეს ხრიკი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ საზოგადოებისათვის ეცნობებინათ თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ არა ქართველი მუშები და გლეხები, არა ქართველი ბოლშევიკები იბრძვიან, არამედ გარედან მოსული პირები და უცხო ძალები. ერგემლიძე ბათუმიდან გამოწვეულ სიღნაღის მცხოვრებ ერგმიანცად იქცა, შამუგია ყარსიდან ჩამოსულ შუმეგიანცად, ეძიაშვილი კი ალექსანდროპოლიდან ჩამოსული ბრძიანცად. ეს და სხვა ამგვარი ყალბი დოკუმენტები შინაგან საქმეთა მინისტრის რამიშვილის და მისი საგანგებო რაზმის უფროსის კედიას დეპარტამენტში ითხზებოდა.